მოგესალმებით მეგობრებო, იმის გარდა რომ 2026 წელს ჩვენ ვიხილავთ შურისმაძიებლები დუმსდეის ფილმს და დიუნის მესამე ნაწილს, რომელიც საბოლოოდ გაამთლიანებს დენის ვილნევის ტრილოგიას და რომლის პირველი ოფიციალური ტიზერიც გამოიყურება სულისშემკვრელად, თუ არ გჯერათ, აი თქვენ თვითონ ნახეთ. ამ ფილმების გარდა წელს გამოვა პროექტი, რომელსაც პირადად მე ძალიან დიდი მოლოდინებით ვუყურებ და დარწმუნებული ვარ, ყველა ვისაც კრისტოფერ ნოლანის ერთი ფილმი მაინც უნახავს, ანალოგიურად ფიქრობს. დიახ, ეს არის ნოლანის ოდისია, ჰომეროსის უდიდესი პოემის ეკრანიზაცია, რომლის პირველი ტრეილერიც ასევე მივიღეთ და რომელმაც ინტერნეტი ძალიან დიდი გამოხმაურება მოიპოვა. ვინაიდან და რადგანაც ალბათ ყველამ არ იცის, თუ რის შესახებ გადაწყვიტა ამჯერად ნოლანმა ფილმის გადაღება და საერთოდ რაზე გვიყვება ჰომეროსი ოდისიას წიგნში, გადავწყვიტე პატარა გზამკვლევი შემოგთავაზოთ, თუ რისი მოლოდინები უნდა გქონდეს ფილმისგან და ასე ვთქვათ, წარმოდგენა შეგიქმნათ ოდისევსის იმ მოგზაურობაზე, რომელიც 10 წელი გაგრძელდა. მოკლედ, კარგად მოკალათდით, მოემზადეთ, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და დავიწყეთ. ტროას ომის მე-10 წელს ბერძნები ითაკის მეფის ოდისევსის ჭკვიანური გეგმის წყალობით გამარჯვებას მიაღწევენ. აიღებენ ილიონს, ხოლო თავად ოდისევსი უდიდეს სახელს მოიხვეც, როგორც ომის ბედის საბოლოო გადამწყვეტი. ახლა კი, როდესაც აგამემნონმა და მისმა ძმამ, სპარტის მეფე მენელაოსმა სადადელს მიაღწიეს, რისი დროა? რა თქმა უნდა, შინ დაბრუნების და მონატრებულ ოჯახებთან შეხვედრის. ოდისევს ითაკაში ცოლი პენელოპა და შვილი ტელემაქე ელოდებიან, რომელთაც მეუღლე და მამა უკვე 10 წელი არ უნახავთ. შეკრავს ოდისევსი თავის პატარა რაზმს, სულ 12 გემით არის ჩამოსული ოდისევსი ტროას ომში და მზად არის გაემგზავროს შინისაკენ. თუმცა მანამდე გზად გადაწყვეტ შეიაროს შემხედრ კუნძულზე მარაგების შესავსებად და ასე მიადგება თრაკიულ ტომს კუნძულ ისმაროსზე, სადაც ცხოვრობენ კიკონები, რომლების ტროელების მხარეს იბრძოდნენ ტროას ომში. ოდისევსის რაზმს მარაგების შევსება არ დასცალდა, რადგან ისინი აქ კიკონების შეტევის ქვეშ აღმოჩნდებიან, ვინაიდან და რადგანაც ადგილობრივი მეომრების რაოდენობა გაცილებით აღემატება ოდისევსის ხალხის რაოდენობას, ისინი გადაწყვეტენ უკან ხიონ, სასწრაფოდ დაბრუნდებიან საკუთარ გემებზე და განაგრძობენ მოგზაურობას. ითაკისკენ მიმავალ გზაზე მათ შტორმი და ელვა დაატყდებათ თავს, გზა აებნევათ და შემთხვევით ხვდებიან ლოტუსის მჭამელების კუნძულზე. დაბნეული და შეშინებულები გადაწყვეტენ კუნძულის ადგილობრივ მცხოვრებლებს გამოგკითხონ, თუ სად არიან და საით უნდა წავიდნენ, რომ ითაკაზე მოხვდნენ. თუმცა, ამის მაგივრად ლოტუსის მჭამელები შესთავაზებენ მომხიბვლელ ყვავილს, რომელსაც ლოტუსი ეწოდება, რომლის ჭამის შედეგადაც ადამიანს გრძნობები უჩლუნგდება და ყვავილის ტყვე ხდება. კარგავს დროის და სივრცის აღქმას, კარგავს მიზანს და ორიენტაციას. ოდისევსის გუნდის რამდენიმე წევრი მიირთმევს ყვავილს, რაც მათ სრულ პარალიზებას გამოიწვევს. გონებამახვილი ლიდერი ოდისევსი მალევე მიხვდება, თუ რაშია საქმე, გამოაფხიზლებს, მოკრებს თავის მთლიან გუნდს და აღყავს გემბანზე მოგზაურობის გასაგრძელებლად. შემდგომი მოგზაურობა გაცილებით დიდი აღმოჩნდება, ვიდრე ოდისევს წარმოედგინა, რის გამოც წამოღებული და შევსებული მარაგები ეკიპაჟს მთლიანად ეწურება. ამიტომაც გადაწყვეტენ კიდევ ერთხელ შეჩერდნენ მის შესავსებად. მას შემდეგ, რაც ნაპირიდან დაინახავენ მეცხვარის სამყოფელს, ოდისევსი გადაწყვეტს შემორჩენილი ღვინის მარაგები თან წაიღოს, რამდენიმე მეომარი წაიყვანოს და შესთავაზოს ცხვრის ფარის მფლობელს ღვინის საკვებში გაცვლა. კუნძულზე მისულები კიკლოპსი პოლიფემოსის გამოქვაბულში აღმოჩნდებიან
იხდიან, სადაც უამრავი ყველი და ხორცი დახვდებათ. გახარებული მეომრები დანაყრდებიან მუქთა საკვებით. საღამოს დაბრუნებული ფარის მეპატრონე კიკლოპსი განრისხდება უცხო სტუმრების ხილვით და იმის მიუხედავად, რომ ოდისევსი მას კუნძულზე მოსვლის მიზეზს აუხსნის, კიკლოპსი მოკიდებს ხელს მისი გუნდის ორ წევრს, ერთმანეთზე მიახეთქებს და ცოცხლად შეჭამს. ოდისევსი და მისი რაზმი პოლიფემოსის გვირაბში იჭედებიან, რადგან გამოქვაბულს უზარმაზარი ლოდი აქვს კარებად გადაფარებული. ოდისევსი ხვდება, რომ ძალით ვერ მოერევა გიგანტ კიკლოპს, ამიტომაც კვლავ გონებას მიმართავს. პოლიფემოს შესთავაზებს გემიდან წამოღებულ ღვინოს. კიკლოპსი ოდისევს სახელს ეკითხება, რათა ხვენისთვის მადლობა გადაუხადოს, ხოლო გონება მახვილი ოდისევსი ნამდვილი სახელის გამხელის ნაცვლად კიკლოპს გაეცნობა როგორც არავინ. ღვინით დამთვრალი პოლიფემოსი ძილს მიეცემა, რა დროსაც ოდისევსი და მისი მეომრები იქვე გიგანტურ მორს დაინახავენ, რომელსაც წვერს წაუთლიან და მძინარე კიკლოპს თვალში ჩასცემენ. განრისხებული კიკლოპსი მეგობრებს მოუხმობს ღრიალით. გამოქვაბულთან მოსული სხვა კიკლოპები ეკითხებიან თუ ვინ დააბრმავა პოლიფემოსი. ის კი პასუხობს: არავინ დამაბრმავა. კიკლოპსები ფიქრობენ, რომ პოლიფემოსი გაგიჩნდა, რადგან ის არავინ დააბრმავა და უკან მიდიან. თუმცა ამით ოდისევსის პრობლემა არ გვარდება. კარს გიგანტური ლოდი ადევს, რომლის გადაგვარებაც მხოლოდ ძლიერ ხელებს შეუძლია. მეორე დილას, როდესაც კიკლოპსმა ცხრების ფარა გარეთ უნდა გარეკოს, იგი კარებთან დგება და ყველა ცხვარს სათითაოდ ამოწმებს, რათა ადამიანები არ გაეპაროს. ამიტომაც ოდისევსი სამ ცხვარს ერთად შეკრავს და მათ ქვეშ ამოუწვება, რათა პოლიფემოსმა ვერ შეამჩნიოს. იგივეს იზამენ გადარჩენილი ჯარისკაცებიც. ასე გამოაღწევენ კიკლოპსის გამოქვაბულიდან, ავლენ გემზე და გაიქცევიან კუნძულიდან. თუმცა სწორედ ამ მომენტში ოდისევსი საბედისწერო შეცდომას უშვებს. კუნძულიდან მოშორებული და გახარებული ნიშნის მოგებით გასახებს კიკლოპს. ეს მე ვარ, ვინც დაგაბრმავა. ოდისევსია ჩემი სახელი. განრისხებული პოლიფემოსი კი საკუთარ მამას, პოსეიდონს ასახებს და სთხოვს, რომ ოდისევსმა 10 წელი იხეტიალოს ზღვაში, უამრავ ფათერაკს გადააწყდეს და ბევრი იტანჯოს, სანამ სახლში მივა. პოსეიდონი შეისმენს შვილის თხოვნას და ყველაფერს მრავალ ჭირნახული ოდისევსის წინააღმდეგ მომართავს. კიკლოპსების მიწიდან წამოსული ოდისევსი თავის ხალხთან ერთად მიადგება ეოლიის კუნძულს. კუნძულის ადგილობრივმა მეფემ ეოლომ დიდი სიხარულით მიიღო ოდისევსი. გაუმასპინძლდა მას და მის ეკიპაჟს. კარგად აჭამა, ასვა, ილიონის აღების ამბები მოაყოლა. როდესაც მხიარულებით გული იჯერეს, ეოლომ, რომელიც ქარების ბატონად იყო მიჩნეული, ოდისევს 9 წლის გუდა გადასცა, რომელშიც ყველა ქარი იყო მოქცეული. რათა დარწმუნებულიყო, რომ ოდისევსი სახლში მშვიდად და უსაფრთხოდ ჩააღწევდა და ბუნება მას მხოლოდ დაეხმარებოდა მიზნის მიღწევაში. ენერგია მოკრებილმა რაზმმა კუნძული დატოვა. ის იყო ითაკას კუნძულს მიუახლოვდნენ და ოდისევსმა დაინახა, რომ საწადელს აღწევდა, გადაწყვიტა ცოტა თვალი მოესვენებინა და ჩაეძინა. ამ დროს მისი ეკიპაჟის წევრებმა, რომლებიც სიხარბით იყვნენ შეპყრობილი და მოსთქვამდნენ, რომ ილიონიდან ყველაზე მეტი განძი ოდისევსმა წამოიღო, გადაწყვიტეს ენახათ თუ რა იყო მოქცეული ეოლოს მიერ ნაჩუქარ გუდაში. გახსნეს იგი და გუდიდან ყველა ქარი ერთად ამოვარდა. გემს მიმართულება შეუცვალა და კუნძულ ითაკის მაგივრად ისევ ეოლოს კუნძულზე მოახვედრა. ამჯერად ეოლიის მეფემ გულუხვად აღარ მიიღო ოდისევსის რაზმი, რადგან ჩათვალა, რომ მხოლოდ ღმერთების რისხვა დააბრუნებდა მათ უკან მის კუნძულზე. ამიტომაც ამ რისხვის ასარიდებლად განდევნა ისინი თავისი სასახლიდან. ოდისევსმა ჯერ კიდევ არაფერი იცოდა პოსეიდონის წყევლის შესახებ, ამიტომაც აასხა თავის რაზმი გემზე და კვლავ ზღვაში გაეშურა სახლში დაბრუნების იმედით. ამის შემდგომ ოდისევსის გემი ლესტრიგონელების კუნძულს მიადგება. სიტუაციის დასაზვერად მეფე სამ ჯარისკაცს აგზავნის, როდესაც ისინი კუნძულზე მივლენ, რათა სცადონ და მარაგები შეივსონ და ასევე გაარკვიონ თუ რა ხალხი ცხოვრობს აქ, ისინი მალევე მიხვდებიან, რომ ეს ჩვეულებრივი კუნძული არ არის ჩვეულებრივი მოსახლეობით. ეს ადგილი კაცი-ჭამია გიგანტებს ეკუთვნის, რომლებიც გამოედევნებიან სკაუტებს. ერთ მათგანს დაიჭერენ და მისგან სადილს მოამზადებენ. დანარჩენი ორი კი
ძლივს მოასწრებს გემზე ასვლას. სისხლის მსმელი გიგანტები კლდეებიდან ქვებს დაუშენენ ოდისევსის ხომალდებს. რამდენიმე ხომალდს დალეწავენ და დაღუპულ ხალხს თევზებივით სარებზე ააცვამენ, რათა საჭმელად მოამზადონ. შეძრწმუნებული ოდისევსი გადარჩენილ მეომრებთან ერთად დატოვებს კუნძულს და მომავლის იმედით სხვას მიეშურება. დაღლილი და ბრძოლისგან გამოფიტული ოდისევსი ერთადერთი გემით მიადგება კუნძულ აიაიას ნაპირს, სადაც მზის ღმერთის ჰელიოსის ულამაზესი ასული, ჯადოქარი კირკე ცხოვრობს. აქ ოდისევსი გადარჩენილ რაზმს ორად გაყოფს. ერთნი მისი ჩათვლით გემზე დარჩებიან და მახლობლად კარავს დასცემენ, ხოლო დანარჩენები მიაშურებენ კირკეს სახლს, რათა საჭმელი მოიპოვონ მოგზაურობის გასაგრძელებლად. კირკეს სახლს მიახლოებულები დაინახავენ, რომ ქალღმერთის ფეხებთან ლომები წვანან. ჯადოქარი მეომრებს შინ შეიპატიჟებს და კარგად ავახშმებს, თუმცა სუფრაზე ერთ საიდუმლო ინგრედიენტს დადებს, რომლის ჭამის შედეგადაც ჯარისკაცები ძილს მიეცემიან. გამოღვიძებულები კი აღმოაჩენენ, რომ ისინი ხორებად გადაქცეულიყვნენ. თუმცა ერთ-ერთი ეკიპაჟის წევრი არ მიირთმევს საჭმელს და ყველაფრის მოწმე გახდება. ამიტომაც სწრაფად გამოემართება ოდისევსისკენ, მოუყვება მას ყველაფერს იმის შესახებ, რაც საკუთარი თვალით ნახა. შეძრწმუნებული ოდისევსი გაემართება მეომრების გადასარჩენად, თუმცა გზაში მას ღმერთების მაცნე ჰერმესი გამოეცხადება და საიდუმლო ბალახს მისცემს, რომელიც გმირს კირკეს ჯადოქრობისგან დაიცავს. ამის გარდა ასწავლის თუ როგორ უნდა დაამყაროს ალქაჩთან მშვიდობა. კირკე გაოცებული დარჩება, როდესაც დაინახავს, რომ ჯადოქრობა ოდისევსი არ მოქმედებს. ამ დროს ოდისევსი ხმალს იშიშვლებს და აიძულებს კირკეს, რომ მისი რაზმის წევრებს ადამიანის სახე დაუბრუნოს. შეშინებული კირკე სწრაფად დამორჩილდება ოდისევსს და მისი გმირობით გაოცებული სარეცელის გაზიარებას და შვილის გაჩენას შესთავაზებს. ოდისევსი კირკესთან ერთ წელს დაყოფს, რის შემდეგაც სახლში დაბრუნების გეგმაზე ფიქრს განაგრძობს, თუმცა სანამ კუნძულს დატოვებს, კირკე მას ურჩევს, რომ ჩავიდეს ქვესკნელში და თებელ წინასწარმეტყველ ტირესიას შეხვდეს, რომელიც მის ბედცი წინასწარმეტყველებს და ეტყვის თუ როგორ დაბრუნდეს შინ. კირკეს რჩევით ოდისევსი თავის გუნდთან ერთად იმოგზაურებს უკიდურეს დასავლეთში და მიადგება ოკეანოსს, სადაც მრავალჭირგამოვლილი გმირი შეასრულებს წინასწარ კირკეს მიერ ნასწავლ რიტუალს, რათა გამოიძახოს მკვდრების სულები. მათ შორის თებელი წინასწარმეტყველი ტირესიასის სული. ტირესიასის გარდა ოდისევსი აქ ხვდება ტროაში დაღუპულ თანამებრძოლებს, მათ შორის აიასს, აქილევსს, ვერაგულად მოკლულ აგამემნონს, დედამისს და ასე შემდეგ. წინასწარმეტყველი ტირესიასი ოდისევსს ეტყვის, რომ მეფე მხოლოდ იმ პირობით ჩააღწევს მშვიდობით სახლში, თუ ის და მისი ეკიპაჟი ჰიპერიონ ელიოსის კუნძულზე მოხვედრის შემდგომ ხელს არ დაადებენ მის მსხვილ ფეხასაქონელს და ცხვრისფარას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათ გაჟლეტენ და საკვებად გამოიყენებენ, ოდისევსის ტანჯვა გახანგრძლივდება. მას შემდეგ, რაც სასურველ ცოდნას მიიღებს, გმირი მეფე ის უკან ბრუნდება კირკესთან, სადაც კირკე უყვება თუ როგორ უნდა დააღწიოს მომაკვდინებელი სირენების სიმღერას თავი და ასევე უყვება ზღვის ორ ურჩხულზე, სკილაზე და ქარიბდისზე. მას შემდეგ, რაც ოდისევსის გემი კიდევ ერთხელ ჩაეშვა ზღვაში, მან და მისმა რაზმმა შორიდან გაიგონეს სირენების გასაოცარი ხმა. როგორც აღმოჩნდა, ისინი სილამაზით დაწყევლილი სირინოზების სახლს მიუახლოვდნენ. თუმცა ამჯერად მტერს ოდისევსი მომზადებული დახვდა. ახსოვდა რა კირკეს სიტყვები, რომელმაც ჩთააგონა, რომ სირენების კუნძულზე გავლისას მის მეომრებს ყურები ცვილით უნდა ამოევსოთ, რათა მომაკვდინებელ ჰანგებს არ გაჰყოლოდნენ. თავად კი უნდა ეთხოვა ეკიპაჟისთვის, რომ იალქნის ბოძზე მიებად. კუნძულთან ჩავლის დროს ოდისევსს რამდენჯერაც არ უნდა ეთხოვა მეგობრებისთვის, რომ აეხსნათ თოკები მისთვის, მეომრები არ უნდა გატეხილიყვნენ და უფრო მეტად უნდა მოეჭირათ ის ლიდერისთვის. როგორც კი მიხვდნენ, რომ სირინოზების კუნძულს უახლოვდებოდნენ, მეომრებმა ყურები ცვილით დაიხშეს, ხოლო ოდისევსი გემბანზე გააკრეს. როდესაც გმირმა მეფემ გაიგონა მომნუსხველი სიმღერის ხმა, ემუდარებოდა რაზმის წევრებს აეხსნათ თოკები, მაგრამ უშედეგოდ. ხოლო როდესაც კუნძულის საზღვრებს გასცდნენ, მეომრებმა გამოინთავისუფლეს ყურები და ოდისევსიც გაანთავისუფლეს.
ოდისევსი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც სირენების ცდუნებას გაუძლო, ხოლო წესის მიხედვით, თუ რომელიმე მოკვდავი სირენებს ცოცხლად გადაურჩებოდა, თითოეულ სირინოს თავი უნდა მოეკლა და ასეც მოხდა. მოგზაურობის გასაგრძელებლად ოდისევს ურთულესი გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ჯადოქარი კირკეს თქმით, მან უნდა გაიაროს კუნძულებს შორის ვიწრო გასასვლელი, რომლის მარჯვენა მხარეს მძვინვარებს 6-თავიანი ზღვის ურჩხული სკილა, ხოლო მარცხენა მხარეს არის გიგანტური ცოცხალი შთანთქმელი მორევი, რომლისგანაც თავის დაღწევა შეუძლებელია. ერთადერთი, ვინც შეეძლო ღმერთების დახმარებით მორევის გავლა, ეს იასონის და არგონავტების გემი იყო. ოდისევსმა ისე რომ ეკიპაჟს არაფერი უთხრა, გადაწყვიტა ზღვის ურჩხულის გზით წასულიყო. იცოდა, რომ 6-თავიანი მონსტრი გუნდის 6 წევრს წაართმევდა, მაგრამ გაიაზრა, რომ ეს იყო მსხვერპლის სახლში დასაბრუნებლად. ასეც მოხდა, როდესაც სკილა გამოჩნდა, ზღვიდან 6-მა თავმა ამოყვინთა და ოდისევსის 6 მეზღვაური აიტაცა და ცოცხლად გადაყლაპა. იმის გამო, რომ საშინელი შტორმი და ქარიშხალი იყო, ოდისევსმა და გადარჩენილმა მეზღვაურებმა ვერც კი დაიტირეს თავიანთი მეგობრები, ისე განაგრძეს გზა და მიადგნენ ჰიპერიონ ჰელიოსის კუნძულს. ჰიპერიონ ჰელიოსის კუნძულზე მოხვედრილებს გაახსენდა წინასწარმეტყველი ტირესიასის სიტყვები, რომელმაც აღუთქვა, რომ თავი შეეკავებინათ და ხელი არ დაედოთ ჰელიოსის საქონლისთვის, რაც იმ მომენტში ეკიპაჟისთვის ყველაზე რთული ამოცანა აღმოჩნდა, რადგან თითქმის ერთი თვე გამორიყულები იყვნენ ყველანაირი ნაპირიდან და საჭმელ სასმლის მარაგები ფაქტობრივად ამოწურული ჰქონდათ. კუნძულზე გადასვლის შემდგომ ოდისევსმა გადაწყვიტა ღმერთებისთვის ელოცა და შემდგომ დაღლილ ცოტა დაეძინა. ამ დროს მისმა რასმა, შიმშილის გრძნობას აყოლილებმა, გადაწყვიტეს დაერღვიათ პირობა. მოეკლათ საუკეთესო ცხოველები, ეჭამათ ისინი და შემდგომ სახლში დაბრუნებულებს შესაწირი აღეთქვათ ჰელიოსისთვის. ასეც მოიქცნენ. გამოღვიძებული ოდისევსი მუხლებზე დაეცა და მიხვდა, რომ ახლა ბედი გაცილებით უარეს უმზადებდა. სასწრაფოდ მოკრიბა ხალხი და გემი ზღვაში შეუშვა. განრისხებულმა ჰელიოსმა, როდესაც ეს ამბავი შეიტყო, მიმართა ღმერთების მეფეს, ზევსს და სთხოვა, რომ გაენადგურებინა თავისი ელვით ოდისევსის ერთადერთი ხომალდი. ასეც მოხდა. ზევსმა მოუვლინა ჭექაქუხილი, შუაზე გაგლიჯა გემი და ყველა მოგზაური მოკლა ოდისევსის გარდა. თავად მეფე კი გემისაგან დარჩენილ ნაფოტებზე 9 დღე მიცურავდა და მეათე დღეს იგი აღმოჩნდა კუნძულ ოგიგიაზე, ნიმფა კალიფსოსთან. ოდისევსი ზღვამ კუნძულ ოგიგიამდე მიიყვანა, რომლის ნაპირზე ასული ქალღმერთმა კალიფსომ გადაარჩინა. შინ მიიყვანა და იზრუნა მასზე. ამასობაში კალიფსოს ოდისევსი შეუყვარდა და მასთან ერთად კუნძულზე სამუდამოდ დარჩენა შესთავაზა. ოდისევსი, რომელიც ყველაფრით დაღლილია, მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობს, მიაღწიოს საყვარელ სამშობლოს და კიდევ ერთხელ ნახოს ცოლი და შვილი. ამიტომაც კალიფსოს წინადადებას გახდეს მისი ქმარი და სანაცვლოდ უკვდავება მიიღოს, არ თანხმდება. ოდისევსის უარით შეურაცხყოფილი კალიფსო გადაწყვეტ შურისძიების მიზნით მეფე თავის კუნძულზე გამოამწყვდიოს. საბოლოოდ ოდისევსი კალიფსოსთან 7 წელიწადს დაყობს და ყოველ საღამოს სამშობლოს მონატრებული ზღვის სანაპიროზე ცრემლებს ხრის. ერთ დღესაც მაღალი ოლიმპოს მკვიდრმა ათენამ, რომელიც ჯერ კიდევ ტროის ომის დროს ოდისევსის მფარველი იყო, გადაწყვიტა ზევსისთვის მიემართა, რომ დაესრულებინა გმირი მეფის ტანჯვა და სახლში დაებრუნებინა. ზევსი დასთანხმდა წინადადებას და კალიფსოს მაცნე გაუგზავნა. შეუთვალა, რომ დრო იყო ოდისევსი ტყვეობიდან გაეშვა. კალიფსო დამორჩილდა ზევსის ნებას და ოდისევს კუნძულიდან წასვლაში დაეხმარა. ზღვაში შესული ითაკის მეფე უეცრად პოსეიდონმა დაინახა. განრისხდა, რადგან ჩათვალა, რომ მისი ტანჯვის დასრულება ჯერ ადრე იყო და ოდისევს შტორმი მოუვლინა. ნავი დაულეწა და ოდისევსი ყველაფრის გარეშე დატოვა. ეს დაინახა ქალღმერთმა ნიმფა ინომ, რომელმაც თოლიის სახე მიიღო, მიფრინდა ოდისევსის ტივთან და უთხრა, რომ ტანსაცმელი გაეხადა. სანაცვლოდ კი თავის საბურველი მისცა, რომლის წყალობითაც მრავალჭირნახულმა მეფემ ფეაკების მიწას მიაღწია, სრულიად შიშველმა და უქონელმა.
ნაპირზე გამორიყული ოდისევსი ფიაკების მეფის ალკინოოსის ქალიშვილმა ნავსიკა ამიპოვა თავის მხლებლებთან ერთად, რომელსაც თავის მხრივ ოდისევსის მფარველმა ათენამ შთააგონა ძილში, წასულიყო ნაპირზე და თავისი ტანსაცმელი გაერეცხა. შიშველი კაცის დანახვაზე ნავსიკაა შეცვუნდა, თუმცა მისი გული ათენამ გააძლიერა და ქალწულმა ოდისევსი საკუთარ სასახლეში მამამისთან, მეფე ალკინოოსთან მიიყვანა. უცხო სტუმრის ხილვით გახარებული მეფე გაუმასპინძლდა ოდისევსს. კარგად აჭამა, ასვა, მოახლეებს უბრძანა მისი გასუფთავება და შემოსვა. მოგვიანებით სადილის დროს ალკინოოსმა ვინაობა ჰკითხა ოდისევსს, თუმცა ითაკის მეფემ იცოდა რა პოსეიდონის წყევლის შესახებ, თავი აარიდა შეკითხვას და დაიწყო იმ ამბების მოყოლა, რომელიც გზაში მოგზაურობის დროს გადახდა. მოგვიანებით, როდესაც სიმღერის დრო დადგა, პოეტი და უბადლო სიმღერის მცოდნე აედოსი შემოუერთდა სუფრას, რომელმაც ღმერთების საპატივსაცემო სიმღერა დაიწყო, რასაც მოაყოლა სიმღერა ტროის ომის ამბებზე. მოიხსენია დიადი აქილევსი, აიასი, აგამემნონი და ოდისევსი, გმირი, რომელმაც მოიფიქრა გზა ილიონის ასაღებად და შექმნა ხის უზარმაზარი ცხენი. ამ ყველაფრის მოსმენის შემდგომ ოდისევსმა თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები წასკდა. ახლა უკვე სხვა გზა აღარ ჰქონდა და აღიარა თავისი ნამდვილი ვინაობა. მოჰყვა, რომ უკვე 10 წელია ცდილობს სახლში დაბრუნდეს და მისი ყველა მცდელობა აქამდე ამაო გამოდგა. გაოცებულმა ალკინოოსმა გმირის პატივისცემის ნიშნად პირობა დადო, რომ ის ყველაფერს იზამდა ოდისევსის სახლში დასაბრუნებლად. ასეც მოიქცა. მეორე დილას ითაკის მეფეს გამზადებული დახვდა ხომალდი, ოქროთი და საჭმლის მარაგით. ახლა კი ყველაფერი მზად იყო მის სახლში გასამგზავრებლად. 20 წლიანი განშორების შემდეგ ოდისევსი საბოლოოდ ბრუნდება ითაკაზე, თუმცა მისი მფარველი ათენა აფრთხილებს, რომ ითაკა აღარ არის ის, რაც მეფის გამგზავრებამდე იყო, ტროას ომში. ახლა მის სამეფოს გაუმაძღარი და ბოროტი სასიძუები დაეპატრონნენ, რომლებიც ნთქავენ ოდისევსის მარაგებს და ელოდებიან პენელოპას, რომელმაც უნდა აირჩიოს რომელ სასიძოს გაჰყვება ცოლად. მათი რაოდენობა 108-ს უტოლდება. პენელოპა ხრიგს მიმართავს, რათა სასიძუებს პასუხი რაც შეიძლება გვიან გასცეს და ატყუებს მათ, რომ პასუხის გაცემამდე ჯერ ოდისევსის მამისთვის სუდარა უნდა მოქსოვოს, რომელიც მალე გარდაიცვლება. სუდარის ქსოვის დასრულების შემდგომ კი აირჩევს კანდიდატს. ყოველ ღამე პენელოპე თავიდან არღვევს მოქსოვილ სუდარას და დილით თავიდან იწყებს მასზე მუშაობას. ასე გაიყვანს 3 წელიწადს, მანამ სანამ მის საიდუმლოს სასიძუები არ გამოააშკარავებენ. ყველაფერ ამის მცოდნე ათენა ოდისევსს ფორმას უცვლის და გლახაკ ბერიკაცად აქცევს, რათა ეჭვი არავინ აიღოს. პირველად ოდისევსი მის ყველაზე ერთგულ მსახურს, მეღორე ევმეოსს მიაკითხავს. მეფის დანახვით გახარებული ევმეოსი ოდისევსს სახლში შეიყვანს და კარგად გაუმასპინძლდება. სულ ცოტა ხანში ითაკის ნაპირებს მოგზაურობიდან დაბრუნებული ტელემაქე, ოდისევსის შვილი მიადგება, რომელიც მამის საძებნელად რამდენიმე თვე დახეტიალობდა სამეფოდან სამეფოში. ტელემაქე დაინახავს, რომ ევმეოსი უცხო ადამიანთან ერთად სადილობს და შეუერთდება მათ. ევმეოსი, რომელმაც იცის გლახაკის რეალური ვინაობა, გადაწყვეტს თავად წავიდეს პენელოპასთან და აცნობოს ტელემაქეს დაბრუნების ამბავი, ხოლო მამა და შვილი მარტონი დატოვოს. ამ დროს ათენა ძველ ფორმას დაუბრუნებს ოდისევსს. ტელემაქე თვალებს ვერ უჯერებს, რომ ამდენი წლის შემდგომ როგორც იქნა მამას საკუთარ კუნძულზე ხედავს, მაგრად ჩაიკრავს მკლავებში და გადაეხვევა. თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის. სასახლეში გლახაკად დაბრუნებული ოდისევსი და ტელემაქე აღმოაჩენენ, რომ პენელოპა მშვილდოსნობაში შეჯიბრს მართავს, რათა აირჩიოს ყველაზე ძლიერი და გამჭრიახი სასიძო. პირობა ერთია. ყველა სასიძომ უნდა გამოიყენოს ოდისევსის მშვილდი, რომელიც მან ომში წასვლამდე სახლში დატოვა. ოდისევსის მშვილდს ვერცერთი სასიძო ვერც კი მოჭიმავს. საბოლოოდ გლახაკის ფორმაში გამოწყობილი ოდისევსი ითხოვს უფლებას მანაც სცადოს და ისროლოს ის არის, რის გაგონებაზეც მთელი სასახლე სიცილს დაიწყებს. თუმცა ოდისევსი, რომელსაც ათენა ძალას აძლევს, მოჭიმავს მშვილდს და 12-ვე ცულის ტარში გაატარებს. ამის შემდგომ ოდისევსი თავის ფორმას იბრუნებს და ტელემაქესთან ერთად იწყებს სათითაოდ 108-ვე სასიძოს რიგრიგობით დახოცვას. დაბნეული სასიძუები თავიანთ იარაღებს ეძებენ, რათა იბრძოლონ, მაგრამ მისი იარაღები ტელემაქემ შეჯიბრის წინ საგულდაგულოდ გადამალა. ყველა სასიძოს მოკვლის შემდგომ ერთადერთი რაც ოდისევსმა უნდა გააკეთოს, ეს არის რომ შეხვდეს საყვარელ მეუღლეს. პენელოპე ვერ იჯერებს რომ ოდისევსი სახლშია, ამიტომაც გამოცდას უწყობს მას და ეუბნება რომ მისი საწოლი ახლა ძველებურად აღარ დგას და ის სხვაგან გადაიტანეს.
შეშფოთებული ოდისევსი დაიყვირებს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან მან საწოლი თავად გამოთალა ზეთისხილის ხის ფესვებზე, ამიტომაც მას ადგილიდან ვერ დაძრავდნენ. გახარებული პენელოპე მეუღლეს გადაეხვევა. ამასობაში მოკლული სასიძუების მამები გაიგებენ შვილების დაღუპვის ამბავს. იარაღს აისხავენ და ოდისევსისკენ გამოილაშქრებენ, თუმცა მათ წინ ათენა გადაუდგება და ამცნობს, რომ ყველაფერი დამთავრდა და ახლა მხოლოდ და მხოლოდ ზავის, მშვიდობის და დასვენების დროა. Confrontation ain't nothing new to me. You could bring a bullet, bring a sword, bring a morgue, but you can't bring the truth to me. You ain't all your expectations. I don't even want your congratulations. I recognize your false confidence and calculated promises all in your conversation.